საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იტალიასთან დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის ეროვნული ნაკრების დამარცხებით დაიწყეს. მომდევნო შეხვედრას საქართველო ხვალ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. რუსეთი ვერ მიიღებს გაყინულ აქტივებს თუ უკრაინას რეპარაციას არ გადაუხდის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. ევროპაში და დიდი შვიდეულის ქვეყნებში გაყინულია 220 მილიარდამდე ევროს ოდენობის რუსული აქტივები. მათი მართვიდან მიღებულ მოგებას ევროკავშირი ნაწილობრივ უკრაინას ურიცხავს. ინდონეზიაში მომიტინგეებმა რეგიონული პარლამენტის შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეების პროტესტი პოლიციის ძალადობის შედეგად 3 აქტივისტის დაღუპვას მოჰყვა. ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში საპროტესტო აქციები კვირის დასაწყისში პარლამენტარების ხელფასების გამო დაიწყო. დაპარასკევს მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციის მანქანა მოტოციკლის მძღოლს დაეჯახა და იმსხვერპლა. ავჭალაში მთაზე 2 საათზე მეტია ხანძარია. როგორც მთავარ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს უკიდია. მათივე ცნობით ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.